ვარ და ამას ვაპროტესტებ, გისმენთ. ჯერ ერთი გიას გამონათქვამს მინდა უპასუხო, რომ არ უნდა გავიხსენოთ ის რაც ხდებოდა. გია გაგახსენო მინდა, თქვენც მინდათ გაგახსენოთ, ბენ-გურიონის ნათქვამია ისრაელის ადრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რომ ჩვენ ფაშიზმზე იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ამით გვინდა ვიცხოვროთ. არამედ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს აღარასდროს აღარ განმეორდეს. დღესაც ლაპარაკობენ ფაშიზმზე, დღესაც იხსენებენ ჰოლოკოსტს და ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ აღარ განმეორდეს არასდროს. ოღონდ მაგის მეც არაფერს არ აკეთებ, მაგ საუბარზე მე. არიან თქოთ რა. არ შემიშლია არა მე მგონი. არა, უბრალოდ ხო არ შემიშლია. არა, ნამდვილად. მე თქვი რა, დამამთავრე. კი, არ გიშლიგებს, როგორ შეგიძლია. ეხა ერთი რაღაცა აქ, ვაი, ახალგაზრდა ქალბატონობა თქვა, რომ უნდა წავიდე აქ პარტიები არაფერი შუაში არ არის, მე მინდა წასვლა, ამიტომ რომ ეს მთავრობა არ მოწო. კი ბატონო, იდეალური მთავრობა ჩვენ დიდხანს არ გვეყოლება კიდე. ვიღაცა შეიძლება მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს, ვიღაცას ძალიან არ მოწონდეს, ყველა შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ არ შეიძლება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გასვლა სადვე. არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიმართული არის იქითკენ, რომ ნაცმოძრაობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში ისევ. და ეხლა ვეგეთყვით რა, მე არ მინდა მაგალითად, ჩემ ქვეყანას ყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომლის ცხოვრების წესი არის ამორალური. მე არ მინდა ჩემ ქვეყანას ყავდეს ისეთი უმაღლესი ხელისუფალი და პრეზიდენტი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ომის მერე რა მოხდა, მერე ორი სოფელი დაიკარგა და ისიც ქვაღორღი იყო, იტყვის. ეს როდესაც საგარეო საქმეებზე საუბრობთ ჩვენ რა, სხვადასხვა გაიხსენეთ კარგად რა, იმ ხელისუფლებამ დაარქვა ახალგორის რაიონს სამხრეთ ოსეთი და სხვადასხვა ეს ტერმინი საერთაშორისო ურთიერთობებიდან ამოღებული იყო. იმ ხელისუფლებამ დაარქვა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი და ეს ორივე დაიკარგა. ეხლა მე არ მინდა მყავდეს ისეთი უზენაესი სასამართლო, ქვეყანაში იყოს ესეთი უზენაესი სასამართლო და ისეთი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თავის პროფესიულ ღირსებას, თავის ადამიანურ ღირსებას ხაზს გადაუსვავს და გახდება პროკურატურის დანამატი და ყველაფერს ნოტარიუსივით დაამტკიცებს. მე არ მინდა მყავდეს ისეთი პროკურატურა, რომელიც დაატერორებს მოსახლეობას და წაართმევს ქონებას. მე არ მინდა მყავდეს ისეთი ძალოვანი მინისტრები, რომლებიც გამოიყვანენ ზონდერებად აქცევენ პოლიციას და სპეცსამსახურის თანამშრომლებს და ხალხს დაახრეტებენ ქუჩაში და არ მინდა სანდრო გვირგვინიანის და ბუტა რობაქიძის ნაირ ბიჭებს ქუჩაში ხორეტდნენ. არ მინდა ეს ყველაფერი. ერთი წუთი რა თუ შეიძლება რა. ბატონო, მოიწმინდა. არ მინდა მყავდეს ისეთი პრეზიდენტი, როგორც მყავდეს ისეთი ოლიგარქი, რომელიც მართავს ქვეყანას. არ მინდა მყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ფეხქვეშ ეგება რუსეთს. კარგი, დაასრულებს ბატონი გიორგი და მოგცემთ სიტყვას. გისმენთ ბატონ გიორგი. შეიძლება? კი, ხო? ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, სწორედ რომ ეს ნაცმოძრაობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ახო, მოგომართავთ რა, ეხლა ახალგაზრდები ხართ რა. სხვების არიან ახალგაზრდები, აი მოგომართავთ და გთხოვთ რა პირდაპირ რა. და მოგომართავთ და გთხოვთ რომ ნუ გახვალთ ისე გადით ბატონო, სხვაგან გააკეთეთ, სხვებთან ერთად გააკეთეთ, ნაცმოძრაობასთან ერთად ნუ გახვალთ. ეს არის თქვენი ცით რომ სხვადასხვა ნაცმოძრაობა 2006 წელს ხუჯაბის მონასტერი, რომელიც საქართველოში იყო მანამდე 2006 წლიდან სომხეთის შემადგენლობაშია. თქვენი ხო ხართ მომწრე იმის რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანს გადასცეს, ამოვიდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და დადგნენ დავით გარეჯში და კიდევ კარგი მოქმედი მონასტერია ეს და ბერებმა ატეხეს განგაჩი და ამიტომ ვეღარ მოხდა ეს აქტი და არ გინდათ ქართული ეკლესია მონასტრების გამყიდველი, კაცების გამაუპატიურებელ ხელისუფლებას, ყოფილ ხელისუფლებას ნუ დაუჭერთ. მადლობა ბატონო გიორგი. ამ ნაცბანდას და ვისაც გინდათ იმას დაუჭირეთ ხარ. ძანე და